მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არს მერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს სენებას მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირის. ეს მნიშვნელოვანი დღე არის. რამე თუ ამ დღეს ხაზი გაესვა სასულიერო პირის ერთ-ერთ ფუნქციას, რასაც ქვია იყო მოძღვარი და მასწავლებელი. ზოგიერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში, აი მაგალითისათვის საბერძნეთში, ეს დღე არის მასწავლებლის დღე. იმიტომ რომ მასწავლებელიც არის მოძღვარი, რომელიც ადამიანს ამზადებს ამ ქვეყნიური ცხოვრებისათვის, ამ ცოდნას აძლევს, რომელიც ადამიანს გამოადგება ცხოვრებაში. და სასულიერო პირის ფუნქციაც არის იმაში, რომ ადამიანს ასწავლოს თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ღვთის წინაშე და ამ თავისი ცხოვრებით მან მიიღოს მადლი სულისა წმინდისა და გახდეს მკვიდრი ცათა სასუფეველისა. ანუ თუ მასწავლებელი და ფილოსოფოსები ადამიანს ასწავლიან ამ ქვეყნიურ სიბრძნეს, როგორ უნდა მიუდგეს ის წუთის სოფელს, როგორ უნდა შეხვდეს ამა თუ იმ მოვლენას ისე, რომ შეინარჩუნოს ღირსებაც ადამიანისა, შეინარჩუნოს უნარი თვით გამოხატვის, აზროვნების, დამოუკიდებლობის, სასულიერო პირი ადამიანს ასწავლის, რომ ამ წუთის სოფლის დატევების შემდგომ როგორ ადამიანმა პოვოს ბედნიერება და სიხარული ღვთის წიაღში. და ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი იყვნენ ის პიროვნებები, რომლებიც ამას ემსახურებოდნენ. სწავლება სარწმუნოებრივი, თუ ზნეობრივი, თუ ეთიკური სწავლება, ეგზეგეტური, თუ სამონაზნო ცხოვრების წესი. ყოველივე ამ საკითხებს ამ ჭეშმარიტად დიდმა მოღვაწეებმა წმინდა მართლმადიდებელი მსოფლიო ეკლესიის მიუძღვნეს თავიანთი ცხოვრება. განსხვავებულად ერთმანეთისაგან ზოგი იყო ძალიან აქტიური და ხურვალე მოღვაწე ეკლესიისა და ძალიან ქმედითი. თუ ერთი იყო ამგვარი, მეორე უფრო მყუდროებას ეძიებდა. თუ ერთი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული საეკლესიო ცხოვრების წარმართვაში, მეორე იყო უფრო პოეტური, მესამე იყო უფრო მგზებარე თავისი სიტყვით და ამიტომაც ეწოდა
ოქროპირი, მაგრამ ყველა მათგანმა თავისი თავი მიუძღვნა ღმერთს. ძალიან დიდი არის მათი მემკვიდრეობა და რაც თავარია არათუ დიდი, არამედ მნიშვნელოვანი და ეკლესიისათვის საფუძვლის დამდები. საეკლესიო სწავლებისათვის, სარწმუნოებრივი თუ საკანონმდებლო, თუ სამონაზნო ცხოვრების წესისა. ამას დაეყრდნო საუკუნეების მანძილზე წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია და არა მხოლოდ მართლმადიდებელი, არამედ ერთიანი ეკლესია, რომელიც ყოველ შემთხვევაში მე-11 საუკუნის შუა წლებამდე ინარჩუნებდა ერთობას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები. და დღეს ჩვენ ლოცვით მიმართავთ ამ დიდ წმინდანებს და ვთხოვთ, რომ მათი მეოხება წინაშე ღვთისა იყოს თანამედროვე ადამიანებისათვის, თანამედროვე მოძღვრებისათვის, სასულიერო პირებისათვის და არა მხოლოდ სასულიერო პირებისათვის, არამედ ყველა მასწავლებლისთვის, რომელიც პატიოსან და სულის მაცხოვნებელ და სასიკეთო სწავლას მიაწოდებს ახალგაზრდა თაობას თუ მეორე ადამიანს. შევთხოვთ ამ დიდ წმინდანებს, რომ მოგცეს ჩვენ ძალა, იმიტომ რომ მათ გამოიარეს რთული ვითარება ეკლესიის ისტორიაში, წვალებლობის გავრცელება, წვალებლობასთან პაექრობა, სამონაზნო ცხოვრების გამტკიცება და მისი სწორად წარმართვის საკითხები. და სხვა მრავალი ეკლესიის ჩამოყალიბების პროცესი, მისი ადმინისტრირება, როგორი უნდა იყოს ეკლესიის წყობა. აი ამ ყველაფერზე იზრუნეს ამ მთავრებმა და შევთხოვთ მათ, რომ მოგცეს ჩვენ ძალები, რომ 21 საუკუნეში, რომელიც გამოირჩევა სამწუხაროდ ურწმუნოებით ადამიანის გაცივებით სარწმუნოებრივი საკითხებისადმი, ცინიზმით და ნიჰილიზმით, რომ ამ რთულ პერიოდში შევინარჩუნოთ ერთგულება ეკლესიისა და ჩვენს სამწყოსად, ჩვენ სულიერ შვილებსაც ვასწავლოთ სულის მაცხოვნებელი ჭეშმარიტება. მერთმა დაგლოცოთ და შეგვეწიოს სამი მღვდელმთავრის, ბასილი დიდის, გრიგორი ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის ლოცვა და მეოხება წინაშე ღვთისა. ამინ.